Normalnie można dostać słabe czasy, პარლამენტის თავმჯდომარესთან, როგორც იმ ორგანოს ხელმძღვანელთან, რომელიც კონტროლს უწევს აღმასრულებელ ხელისუფლებას, ჰქონდა საუბარი თავდაცვის სამინისტროში ამ პროკურატურის ნაბიჯების შემდგომ შექმნილ ვითარებაზე, ბუნებრივია საქმის ვითარებაში გავარკვიე, მოუტანე გარკვეული დეტალები იმ ის ირგვლივ თუ ამ ბოლო დღეების განმავლობაში, რაზეც მუშაობს პროკურატურა და რაზეც საზოგადოება საქმის კურსშია. ჩვენ გავაცანით ერთმანეთს ასევე ჩვენი შეხედულებები, თუ რა შეიძლება იყოს ამის მიზეზები და მთავარი რაც მნიშვნელოვანია, რომ ჩემი მოსაზრება შევთავაზე პარლამენტის თავმჯდომარეს, თუ კი პარლამენტი დაინტერესდება აღნიშნულ შესყიდვასთან დაკავშირებით ამ წლის დასაწყისში ჩვენ კანონის მოთხოვნის შესაბამისად ინფორმაცია მიწოდებული გვაქვს უკვე თავდაცვის და უშიშროების კომიტეტისთვის და თუ კი სურვილი იქნება პარლამენტის ან კომიტეტის ან პარლამენტარების მხრიდან თავდაცვის სამინისტრო სრულად არის მზად ითანამშრომლოს ამ საქმის ირგვლივ უფრო მეტი სიცხადის შეტანაში პარლამენტთან. ბატონმა მინისტრმა მთხოვა შეხვედრა და ჰქონდა საუბარი სხვადასხვა თემებზე, მაგრამ ძირითადი თემა რა თქმა უნდა არის დღეს თავდაცვის სამინისტროს თანამშრომელთა წინააღმდეგ წაყენებული ბრალი, რაც ეხება კონკრეტულ საქმეს შესყიდვების თაობაზე. მინისტრთან ჰქონდა ამაზე საუბარი, მან გარკვეული საკითხების თაობაზე დამატებითი ინფორმაციის მოწოდება ჩათვალა საჭიროთა მე ამისთვის მადლობელი ვარ, რა თქმა უნდა. ეს იმიტომ, რომ პარლამენტი ყველა სამთავრობო უწყებასთან და განსაკუთრებით თავდაცვის სამინისტროსთან იმყოფება საკმაოდ მჭიდრო თანამშრომლობის რეჟიმში. კონკრეტულად შესყიდვებთან დაკავშირებულ საკითხებზე სწორედ ჩვენი ხელისუფლების კოალიციის მთავრობის ინიციატივით ახალი საკანონმდებლო ცვლილებები შევიდა შარშან და აქედან გამომდინარე 2 მილიონ ლარზე მეტი განხორციელებული შესყიდვა პარლამენტს წინასწარ ეცნობა ხოლმე. ეს კონკრეტული შესყიდვის თაობაზეც პარლამენტს ეცნობა შარშან დეკემბრის ბოლოს, შემდგომ იყო მიმოწერა თავდაცვის უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის ბატონ სესიაშვილის და თავდაცვის სამინისტროს შორის. მან თავის დროზე შარშანვე გამოითხოვა ხელშეკრულების ასლი და გაეცნო მას, ასე რომ პარლამენტი არაპირდაპირ, მაგრამ ამ პროცესებში ჩართული იყო და მინისტრის თხოვნა იყო ის, რომ პარლამენტმა თუ საჭიროდ ჩათვლის, გამოიყენოს მის ხელთ არსებული კანონიერი და კონსტიტუციური ბერკეტები და ინსტრუმენტები ამ კონკრეტულ საკითხში მეტი სიცხადის შესატანად. ჩვენს პარლამენტი რა თქმა უნდა დაინტერესებული ვართ, რომ საბიუჯეტო სახსრები სწორად იხარჯებოდეს და ყველა სახელმწიფო უწყება მოქმედებდეს საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში და ემსახურებოდეს სახელმწიფოს, პროკურატურას, თავდაცვის სამინისტროს, მთავრობას, პარლამენტიც. ასე რომ მე როგორც განვაცხადე, პარლამენტი რა თქმა უნდა მის ხელთ არსებული ინსტრუმენტებით, ეს იქნება კომიტეტის მეშვეობით თუ სხვა საშუალებებით, რა თქმა უნდა ამ კონკრეტულ საქმეს მიადევნებს თვალს და მოვაგვარებთ ყველაფერს ისე, რომ არ დაზარალდეს ქვეყნის ინტერესები, ჩვენი თავდაცვის უნარიანობის ხარისხი და ყველაფერი მოგვარდეს ცივილიზებული წესით.